მიყვარს ჩვენი გადაღებები. ხანსად დამოგაყოფინებს თავს ხანსად. ისეთ საინტერესო ხალხს შეხვდები. სიცოცხლე გაგიხარდება და მიხვდები, რომ ვახ, რა საინტერესო ყოფილა ამდენი კაი ადამიანი როა შენს გარშემო და ცხოვრება ჩქეებს, მიმდინარეობს. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, თუ აბაშის რაიონში, სოფელ ქოლუბანში ჩამოვიდოდი იმისათვის, რომ მენახა როგორ მზადდება ჰენდფენები. ჰენდფენი შეიძლება იცით კოსმიური დრამი ეგრეთ წოდებული, ძალიან ჰარმონიული ხმარო აქვს, ტკაპ, სტარტყამ 1 2 და ისეთი ჰაეროვანი ჰანგები გამოსჭვივის იქიდან, რომ ადამიანი მომენტალურად გადადის ძალიან მშვიდ მდგომარეობაში და მედიტაციურ მდგომარეობაში და ჩემთვის იყო უდიდესი სიურპრიზი იმის აღმოჩენა, რომ აი აქ, აბაშის რაიონში, ამ პატარა სოფელში მზადდება ეს ჰენდფენები. რა თუ არა, ჩვენი გადაცემა აქ უნდა ჩამოსულიყო აუცილებლად რა. გზაში რომ მოვდიოდი, მამა ჩემს რო უთხარი აბაშაში მივდივარ გადასაღებად, თქო, ნახევრად ხუმრობით მითხრა რა, აბაშის ექსპერიმენტი უნდა გადაიღო. მეთქე, მამა, ეგ რა არის? არ ვიცოდი და აღმოჩნდა რომ რაღაცა საბჭოური ექსპერიმენტი ყოფილა, კოლმეურნეობას უკავშირდებოდა, წყალში არ ჩავარდე ლუკა. აქ ნაწვიმარია და ცოტა ატალახებული აქ აურობა ხო და მოკლედ ეს აბაშის ექსპერიმენტი მაგარი რაღაცა ყოფილა, რო წავიკითხე, კიდევ ერთხელ ღმერთს მადლობა გადაუხადე, რომ საბჭოთა კავშირში აღარა ვარ, ძალიან მიხარია, რომ ეს თავისუფლად შემიძლია ვიცხოვრო და ეგეთ რამეებში აღარ იყოს ჩემი ცხოვრება. როგორი ცხოვრებაც იყო საბჭოთა კავშირში. კიდევ ერთხელ გამარჯობა. როგორ ახარ? ხო, წვიმდა გუში მთელი დღე წვიმდა. 2 დღეს ადრე უკეთესი ამედები იყო. აი ჩვენთან სულ ასე ხო. როცა წვიმს ეზოები სულ ესე წყლით არის სავსე. ყველგან აბაშის რაიონში, სამტრედიაში წესი. იქით და იქით. ფოთში სენაკში. რატომ მე რაღაცა ის არ არის, ნამე მცენარეები, რომლებიც ამას გაანეიტრალებენ? ალბათ უფრო არხების პრობლემა არის. არხები არ არის გაყვანილი ისეთი, რომ ეს წყალი ჩაედინოს არხში და ეზოები არ იყოს ისე. თვითონ ეზოებიც დაბალ მაღალი ადგილი, ახლა უკანა მხარეს უფრო მაღალი არის და იქ იმდენად არ დგას წყალი, მაგრამ ტალახი მაინც არის. არა ლამაზია ქაულობა რა. ხო. აქ მუდმივად დღის განმავლობაში მუდმივად ჭიტების ჭიკჭიკის, იადონის, მუდმივად აი მხეებს. ადრე ჩემ ბავშვობაში იქით უკან მხარეს ყანა ქონდათ აი როგორც წესი სახლს აქ ხოლმე აქ ისე არის ეზოები განლაგებული რომ ყველა სახლს აქ უკან რაღაც ბაღის ადგილი და აქ იყო ესეთი ადგილი სადაც ყანა ქონდათ სიმინდის ყანა. მე როცა განმავლობაში რო არ ცხოვრობდნენ ეს ხეები თავის დამოვიდა და რომ ნახე მე დავტოვე ფიქრობ რომ ხა ყანას ხეები ჯობია. კი, ჯობია, ძალიან ლამაზია. კი. ეს ხეები თავის დამოვიდა. ეს ხეები თავის დამოვიდა. აი რა კაი, ბუნებას რომ მისცა საშუალებას თავის გააკეთოს, რაც უნდა ეს ლამაზ რამეს გაკეთებს. უფრო ბევრი იყო, აი მღობის ადგილას იყო რამდენიმე მაღალი ხეები, მაგრამ ხელს გიშლიდა და ძალიან ლამაზია. მე მანდათაც გავისეირნოთ ერთი. ჰენდფენების სანახავად ჩამოვედი, კემო გეხსენება მაინტერესებს, როგორ მზადდება, რას აკეთებ. ჩვენი ისტორიაც ძალიან მაინტერესებს.
კეთილი. მოგზავნთ. ჩემთვის არის სასწაული ხა აბაშის რაიონში, ქოლობანში ვერ ვიფიქრებდი ვერაფრით, რომ ჰენდფენების დამზადება მიმდინარეობს. მართლა ვერ ვიფიქრებდი. კეთილი იყოს თქვენთვის. მოგზავნთ. მე ეს მომეწონა. ეს შეგწევდა და აქ ზაფხულში დავიწყეთ. სანამ სითბო იყო. ესეც ჰენდფენი არის, ხო? ესეც ჰენდფენი არის, ხო. მოვწერით და რაღაც როგორი კრეატიულია. ამაზე დაკვრა არ შეიძლება, უნდა დააწერო. ამაზე დაკვრა არ შეიძლება, მაგრამ აი ვისაც სწავლის სურვილი აქვს და ვისაც უნდა რომ ისწავლოს დაახლოებით აი ესეთ რაღაც უნდა წარმოიდგინოს, რომ ეს ისეთი ცხელია ახლა ხელს დიდხანს ვერ გააჩერებ და აი დარტყმის დროს ისე უნდა დაარტყა, რომ ხელი არ დაგწვას. აქ შეუძლია ისწავლოს. ძალიან ბრძნული ის არის მეთოდი სწავლის. ეს არის ხო ორიგინალი? აი ეს არის ჩემი ინსტრუმენტი. ისე უნდა დავარტყარო, ისე უნდა დაარტყარო. ვითომ ცხელია. ვითომ ცხელია, ხო? სანამ რაღაცებს დამოთვალიერებია, აი ესე მინდა რომ ვცადო რა. რაღაცნაირი ინსტრუმენტია, ძალიან მიმზიდველი არის. ძალიან კარგად ვურტყავთ. საჩვენებელი თითით ეცადე. ამით საჩვენებელი. დიახ. ჩევაიცი სანმაი. ძალიან კარგად გამოგდეს. ძალიან კაი. ხო, მოკლედ აი ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს და შენი ისტორია მინდა რომ ნათლად წარმოვაჩინოთ და ჯერ ხო არ მეტყვი ჰენდფენი რა არის? ჰენდფენი მუსიკალური ინსტრუმენტია, დღეს ასე ვიცნობთ ამ ინსტრუმენტს. თუმცა მისი საწყისი დიდი ხნის არ არის, ეს არის 2000 წლებში დაიწყო ამის წარმოება შვეიცარიაში. თავიდან ეს ინსტრუმენტი, როდესაც პირველად გაკეთდა, როგორც წყაროები დავიგებთ, არ იყო მუსიკალური დანიშნულებისთვის. ეს იყო სამკურნალო დანიშნულებისთვის. და თუ იგებდნენ, რომ სამკურნალოდ უნდათ ან თერაპიისთვის სჭირდებოდათ, ამ შემთხვევაში აძლევდნენ და ყიდნენ ხოლმე. მუსიკისთვის არა. რა თქმა უნდა, მე სხვებმაც დაიწყეს ეს ფელიქსმა და საბინამ დაიწყეს შვეიცარიაში 2000 წლებში. რაღაც ინსპირაცია იყო ინდური, სამხრეთ ამერიკული საკრავები, აი ფორმით რო ნახოთ, აი დაბლა შეიძლება დაბლა დავუშვათ, აი ამ ქვედა ძირს აქვს ასეთი ხვრელი. ის საკრავები, რომლისგანაც აიღეს ამის სახე, ეს იყო რაღაც დიდი ქვეურის დიდი დოკის ფორმის ინდური საკრავი, რომელსაც აქვს აი ესეთი ხვრელები. და ხო, გამახსენდა რომელსაც. ხო, ეს უწყობს ხელს უფრო რეზონირებაში, უფრო ესეთი ეკოს მსგავსი ხმა გამოდის აი ამ ხვრელის გამო, ეხლა დახურული იყოს ისედაც ექნება ხმა. თუმცა ეს უფრო აძლიერებს აი ამ აგრძელებს ამ ხმას, რომელსაც შენ მაგუნდან თიცურტყავ. და იქიდან აიღეს. მაგრამ პირველად ეს იყო სამკურნალოდ. ახლაც ბევრი გამოიყენებს ამას თერაპიისთვის. გერი თერაპიაში ძალიან აქტიურად გამოიყენებენ და მართლა არის რა, სამშვიდობელი ეფექტი აქვს. 2 წუთი ავიღე და რაღაცა სხვა მდგომარეობაში შემეყვანა, უფრო სიმშვიდეში შემეყვანა.
თვითონც არაფერი და თან მე ის მომწონს რომ არ ვიცი არ არსებობს რომ არ მოგეწონოს რასაც უკრავ. ახლა პიანინოზე რომ დავждე და დაუკრა, ნუ კაი ვერ უკრავ და მივხვდი რომ ვერ უკრავ და უნდა წავიდე და აქ აი მაინც მაქვს ის მუღამი რომ გავაგრძელო ისე და უკრა და ძალიან სასწაული. ცნობილია ამით ეს ინსტრუმენტი რომ არ ჭირდება მუსიკალური განათლება და არ ჭირდება რაღაც სპეციფიკური ცოდნა. უბრალოდ ჭირდება ერთადერთი რამ ყოველდღიური მუშაობა თითქმის ახლობით ერთი ნახევარი საათი რომ ყოველდღე ადამიანმა იმუშაოს ერთ წელიწადში კარგი ოსტატი იქნება. დამკვირველი იქნება. ძალიან ოსტატობა ცოტა ძნელია. ოსტატობა ცოტა ძნელია. დამზადება საიდან მოიფიქრე ხა და რატო გადაწყვეტე რომ დაგემზადებინა და მით უმეტეს საქართველოში ალბათ არ იქნებოდა არავინ, ხო, ვინც ამას ამზადებდა. ხო, ალბათ უფრო აი როგორ ისწავლე, საიდან ისწავლე? მე ვცხოვრობ ის პეჩი მართლა მაინც მაგრად ახურებს და გავიხდი ამას. მე ვერ მოვიფიქრებდი მაგალითად რომ ჰენდმენი ხოლმე გავაკეთე. პირველად სადაც ვნახე ეს ინსტრუმენტი იყო ისრაელში. ისრაელში ცხოვრობდი 5 წელი. და ეს პერიოდი მქონდა ისე რომ მარტო მუშაობდი, მარტო ცხოვრობდი და მქონდა ეს პერიოდი, როცა მომიწია 5 წელი მარტო ყოფნა და ერთ დღეს სხვისპირას ახლოს ცხოვრობდი და ვიჯექი ბაღში. ჩვეულებრივი დღე იყო სამუშაოს, სამსახურის სამუშაოს მერე მოვდიოდი და ასე ვიჯექი ხოლმე ზღვის წინ და ბიჭებს ჰქონდათ ეს ინსტრუმენტი, ჩემს ზურგს უკან მოვიდა ვიღაცა დაიწყეს და ალბათ ერთი კვირის ნაყიდი ჰქონდათ სულ მე გავარკვიე მივედი და ისეთი ზეგავლენა მოახდინა უცებ რა სადღაც 1-2 წუთში რა რამოდენიმე წუთი იყო რომ უკრავდნენ და მივედი ვკითხე სად რა არის პირველად ნახე ახლა რაც ჰქონდა დანახე მითხრეს მოკლედ ამის ისტორია იქვე აკეთებდნენ სხვათა შორის ისრაელში ძალიან ძლიერი მეიქერები არიან ხელოსნები ოსტატები რა და მალევე ვიყიდე, ისე მომეწონა. არ ღირდა იაფი, თუმცა რაღაცეები ჩახსენე, რაც ჭირდებოდა და ვიყიდე. და ყოველ დღე უკრავდი ხოლმე რა, ჩემთვის. არავინ არ დამხმარებია. და იდეა გაჩნდა იქიდან, რომ საქართველოში გავიგრო არ იყო ასეთი მსგავსი ინსტრუმენტი რა, ხო, მქონდა კომუნიკაცია ახლობლებთან, მეგობრებთან, თან ჩავწერე YouTube-ზე ქართულად, Google-ში ქართულად, ასეთ არ იყო არც იყიდებოდა, არც არავის არ ქონდა. და გადავწყვიტე რომ გამეკეთებია საერთოდ როცა რაღაცას ვხედავ ხოლმე, მინდა რომ ერთთან გავაკეთე, ძალიან დიდხანს არ გამომევიდა. აი აქ ჩამოვდიოდი თბილისიდან. ჯერ პირველად თვითონ მასალა ვერ შევარჩიე აქ საქართველოში რაც. და რომ ვერ გავედი ბოლოში, მე წავედი ირანში. და ირანში ვისწავლე. ირანში მანამდე საბერძნეთში ვიკითხე თუ შეიძლებოდა მესწავლა რამოდენიმე მეიქერთან, ოსტატთან და ყველამ თავი შეიკავა, არ ვიცი რატომ ალბათ არ ვიცი კონკურენციის გამო შეიძლება ვიფიქრე, იმიტომ რომ სოფლიოში ძალიან ცოტა მეიქერია რა, ძალიან ცოტა ხელოსანია, ძალიან ცოტა ოსტატია ამისი და ამიტომ მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნებზე. მაგალითად, მე შემიძლია საქართველოსთან გავყიდო გერმანიაში, ევროპაში ნებისმიერ კუთხეში. იმიტომ რომ არ არის ბევრი. და ჩამოვედი და დავიწყე მოკლედ. ირანში წახვედი სპეციალურად იმისთვის, რომ გესწავლა კეთილი. როგორ მიაგენი მაგათ ირანში? ირანში ჩვენი საერთო მეგობრისგან მივაგენი თურქეთში ცხოვრობს ჩემი ძმის ახლობელი მეგობარია და მათმა მონახეს ადამიანი, ვინც მუშაობდა ერთ-ერთ საწარმოში და მასთან დამაკავშირეს და მეც ვთხარი რომ მინდოდა სწავლა და მან დამთანხმდა ჩამოდიოდა ჩავედი და დავჭი გავატარე რა. თუ რამდენ ხანში ისწავლა? თვითონ სწავლა როგორ ხდება, იცით? თვითონ პროცესში სწავლობ, შეიძლება ტექნიკურად ისწავლო რა როგორ უნდა, მაგრამ
აი ამ ნოტების გამოყვანა, ტუნინგზე დაყენება, მიიღება იმ სიხშირის, იმ ნოტის რაც გინდა, ამას პროცესში სწავლობ. აი დღეში თავიდან ვაკეთებდი აი ესეთ ორს ზედა ფენაზეა ლაპარაკი, ახლა იმ დაბალს არ ჭირდება არაფერი, უბრალოდ იბერება და ხრელი უკეთებ. შემდეგ რა ერთი კვირის შემდეგ 5-ს, მერე 10-ს და აი ასეთ დროთა განმავლობაში უფრო ანუ უფრო სწრაფად აკეთებ რა. როგორი იყო ირანში თვითონ სწავლების პროცესი? სწავლების თვითონ ეს ადამიანი მენეჯერია ამ კომპანიის თუ ამ ფირმის, სადაც ამ ინსტრუმენტებს ამზადებენ, სხვათა შორის ძალიან კარგი ადამიანია. ევროპული აზროვნების თავისუფალი ადამიანი და ჩემთან ერთად ერთი ოთახი გამოყო და ჩემთან ერთად ცხოვრობდა და რო გავდიოდი ხოლმე საფეფაროშეში გარეთ ან რაღაც საჭმელად დროს მithლი და რო ჩქარა შემოდი, რო შემოდა იმუშაო ბევრი, რომ ისწავლო, ისე ვერ ისწავლე თუ გახვალ, შემოხვალ, მთელი დღის განმავლობაში სადღაც რაღაცას თუ დროს გავასტენდი და უშავ ამაზე საყვედურობდა ხოლმე და ბოლოს მართლა შედეგი გამოვა. ანუ ეს რამე ოფიციალური სასწავლებელია, სადაც ნებისმიერ შეუძლია ჩავიდეს თუ ასწავლოს, თუ აი შენი ძალისხმევის გამო დაგთანხმდნენ ისინი, რომ ცოდნა გაეზიარებინათ. არასწავლია, მე გული გადავიხადე. რაღაც გარკვეული თანხა გადავიხადე და ვისწავლე. მაგრამ იმის მერე დავმეგობრდით და კარი. ძალიან კაი ადამიანი, ძალიან კაი მეგობარი. საქართველოში ხარ? საქართველოში ორჯერ იყო ჩამოსული, ნახა საქართველო ძალიან მოეწონა ძალიან, მაგრამ კიდე აპირებს ჩამოსვლას. ინგლისურს სწავლობს და გამოცდები აქვს ხოლმე საქართველოში ვსწავლოს და რა საინტერესოა ეს ისრაელი, ირანი, საქართველო, აი საქართველო, ისრაელი და ირანი შეარიგა ჰენდფენში. ან თვითონ კეთებაც ძალიან მუსიკალური პროცესი ყოფილა, ეხლა რო გისმენდი. რაღაც ტექნოსეტზე მეგონა თავი სადღაც ღამის კლუბში, კაი ჩაჭერა რომ მიდის. აი მე როგორ ხვდები რომ აი 9 სანტიმეტრით ჩაიწია თუ არა, თვალით ზომავ მაგას თუ ვიცი რომ 9 სანტიმეტრი ჩაიწია, უბრალოდ ვიცი რომ ჩაიწია, რაც და გავაკეთე. დიდი ხანია ვაპირებ რომ გავაკეთო ამ ტიპის ინსტრუმენტი და ესე პირველი ინსტრუმენტი იქნება, რომელსაც ეს ორი პატარა დამატებითი ნოტები ექნება. უფრო მრავალფეროვანი იქნება, ხო? უფრო მრავალფეროვნებს მელოდიას და ძალიან ლამაზი იქნება, ეს იქნება მაღალი ნოტები. აი ეხლა რაც გავაკეთეთ პაპაპაპამ ინტერესს რა გავა მოხსნათაზე იმოვითარებაში კი ესე ჩაიწევს ყველა ეს კაცი იცი რა დანადგარებზეც მინდოდა 1-2 სიტყვა გვეთქვა იმიტომ რომ ესეც აშკარად ხო შენი გაკეთებულია როგორც მითხარი და მას და რა თქმა უნდა ეს ტექნიკურად გამართული არ იყო თავიდან ჰაერით ვერავდი შემდეგ ზევიდან ჩადის წყალი და ჰაერი წნევა უბრალოდ კერხერი შეუძლებელი და წნევამ ეს ადგილი ჩამოხეთქა. აი ესეთი უნდა კონდეს ამ ადგილასაც ეს ზევით შერჩა. აი ეს ნაციბური და ჩახეთქა. სხვერპლად შეეწირა იმას რომ სხვები გამოსულიყვნენ ჯანმრთელები. კი, მე სატესტოდ გამოვიყენებ უბრალოდ ნოტები როგორ ამოდის და ამისთვის ჩაქუჩზე ჩადის იმ დონემდე, რა დონეს სჭირდება, იმ სიღრმემდე. ერთი კვირა 10 დღე საკმარისია რომ გქონდეს სრულიად ახალი მეგობარი რომ შევიძინოთ მოკლედ.
ალბათ განსხვავება იქნება ხო ხელნაკეთსა და ქარხნულს შორის და ქარხნულების თუ არის ეგეც მაინტერესებს. არის ქარხნულები აბსოლუტურად სხვა არის. ანუ ის სიამოვნება, ის ჟღერადობა, რასაც ნებისმიერ გამლელს გააჩერებს, ის არ აქვს, აი აბსოლუტურად სხვა რაღაცა. გამლელს გააჩერებს, კარგი კრიტერიუმია ჟღერადობის შესამოწმებლად რა. აბაშის რაიონ სოფელ ქოლობანში ესეთი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. საოცრება, მართლა სასწაული რაღაცაა რა. მივხვდი. სამკურნალოდ გამოიგონესო რა თქვი. როგორი მართალია. გავჯდები. ტექნიკები როცა იცი. საახლობელია შენთვის. და უკრავ რაც შიგნიდან მოდის, აი. აბსოლუტურად სუფთა ფურცელივითაა და წერ შენს რაღაც მელოდიას. სასულიერო პირი იყავი. კი. საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობდი. კი. აქ როგორ ამოყავი მერე და რაღაც ყოველთვის დანაკლის განვესტიდი ხოლმე ისეთი რაღაცების მიმართ, რასაც შეიძლებოდა რომ ახლოს მესულიყავი და ხელით შევხებოდი. ალბათ ეს ინსტრუმენტიც დაახლოებით ისეთი რაღაცა იყო ახლოს, როცა მიხვალ ხელით შეეხები და მისგანაც მხარდაჭერას იღებ თითქოს შენთან არის, შენ რაც გინდა იმას გააჟღერებ. მე ვეხები ხელითაც და ვეხები ჩემი შინაგანი სამყაროთაც ამ მელოდიებს, ჩვენ თამაშობთ დაკვრის პროცესში. რომელი ბგერაც უფრო ახლოს არის ჩემთან აი იმ ნოტს ურტყავ ვეძებ სანამ წამები აქვს ხო სანამ მომდევნო ნოტზე გადავალ რაღაც შიგნით ასწრებს თითქოს მობილიზებას აი ამის მერე რა მოუხდება თავშოთ დაბალ ნოტს რომელიც მაღალი ნოტი მოუხდება და ინტუიციურად ხელი მიდის იქით ანუ ეს ასე მოფიქრებულად არ არის ამის შემდეგ ეს ნოტი ასე არ არის რაღაც ინტუიცია გეუბნება რომ შენ ახლა იქ უნდა დაარტყა და ასე გამოდის აულებ ხა პარალელს ამ სულიერ კავშირთან ეს ავახსენეთ ეს სიტყვა უკვე და მანამდე შენი მოღვაწეობაც უკავშირდება ხო ასე ვთქვათ სასულიერო მოღვაწეობა იყო და რა კავშირს ხედავ ამას შორის აი როგორც გითხარი ყოველთვის მქონდა ხო დანაკლისი შეხების თუნდაც ჩემი მსახურების ხლობის პერიოდშიც დანაკლისი რაღაც ნამდვილთან შეხების რა თქმა უნდა ეკლესიაში ქრისტე არის და ამაზე ნამდვილი არ ვიცი რამე თუ არსებობს გულისხმობ მის სწავლებებს მის ხედვებს ამაზე ნამდვილი ამაზე ლამაზი არ მგონია რამე არსებობდეს ის მე 2000 წელი გავიდა ხედავ ამ განსხვავებას ან დიდი განსხვავება დღევანდელ დღეს ჩვენ რაც ვიცით ქრისტეზე და მის სწავლებაზე და სინამდვილეში რაც იყო ჩემი აზრით ასეა ვისგანაც არ ელოდები რომ უკან დაგიბრუნებს რასაც ან ათხოვებ ან ასესხებ იქ მე მგონი პირდაპირ არის ვისაც არა აქვს და ასესხებ და იცი რომ არ დაგიბრუნებს უკან აი ასეთებს უნდა ასესხოთ და არა იმას ვინც იცი რომ აუცილებლად დაგიბრუნებს უკან ასე ამბობს პირდაპირ შენ ეს ღმერთის ძიების მომენტი ბავშვობიდან იყო აქტუალური
კი. მე დედა მყავდა მორწმუნე, დედა ჩემი მახსოვს ეკლესიაში დადიოდა. ჩემ პატარავობაში, როცა პატარა ვიყავი, მახსოვს ლოცულობდა ხოლმე დილით საღამოს. ეს კადრები მახსოვს უბრალოდ ასე. მერე დედა გახდა იეჰოვას მოწმე. მე პატარა ვიყავი მაგ პერიოდში, მახსოვს მე დავდიოდი კრებებზე. დედასთან ერთად. ვისმენდი სხვათა შორის დედა მოინათლა მერე ამ ინსტიტუტის წესი და რიგით. მე არა, იმიტომ რომ მე ბავშვი ვიყავი და მე უკვე ქუჩა მიმიზიდა და აი აქედან უკვე ქუჩაში გადავედი. იეჰოვას მოწმე დატოვა თავის შესაკრებელი და გავიდა ამ კრებიდან და მის მიმართ მოკვეთა ხო, ზურგშექცევა, როგორც კეთროვანი ისე უყურებდნენ. და სხვათა შორის არა მარტო იეჰოვას მოწმეების რელიგიაში მინახავს მსგავსი. მაშინ ვიყავი რაღაც 19 წლის, 20 წლის ასე. მინდა რომ ასეთი მოდური ტიპი ყოფილიყო. აი ტიპი ყოფილიყო. ეს მალე მორჩა. იმიტომ რომ ვინც შემხვდა მოძღვარი, სასულიერო პირი, მადლობა ღმერთს, რომ კაი ადამიანი აღმოჩნდა. წესიერი, უბრალო და თითქოს სახე იყო ჩემთვის მოძღვრის და გამიჩნდა სურვილი რომ ყოფილიყავი მეც მოძღვარი, როგორც ის ცხოვრობდა, 7 შვილი ყავს. როგორც ის შენ ყავს 5 ხო? მე მყავს 5. და გადავწყვიტე უთხარი უბრალოდ გავუმხილე რომ მეთქი მეც ხო შეიძლება რომ სასულიერო პირი გავხდე როგორც შენ მსახურო, ისე ღმერთს მსახურო, ადამიანებს მსახურო. ზემ უკვე 27 წლის ვიყავი რომ ღრლად მაკურთხეს. 27 წლის მერე 2019-ში წავედი ისრაელში. 2019-მდე მღვდელი მსახურობდი. ფაქტობრივად არც ვიცი, როცა ჩამოვედი ისრაელიდან 5 წელი ვიცხოვრე ისრაელში. ახლა ვისთანაც ვთვლიდი, რომ უნდა მეთქვა ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ახლა ვისთანაც ერთად მსახურობდი, მე ბოლოს თბილისში მსახურობდი. ჩემს მეგობარ მოძღვარს უთხარი, რომ მე არ ვაპირებდი დაბრუნებას ეკლესიაში და თვითონ მან იცის ვინც უთხრა. შემდგომი ალბათ იერარქიულად საპატრიარქოში ვის უთხრა, ასე ხდება. ნაღდი სიმართლე რაც არის, რაც არსებობს. აი მასთან შეხების სურვილი ეკლესიაში გამიჩნდა. და ვცდილობდი რომ გამეკეთებია ეს, იქვე გამეკეთებია. მაგრამ არ ვიცი, არ გამომდიოდა სამწუხაროდ. რატო არ გამომდიოდა, არ ვიცი. შეიძლება ჰენდპენები უნდა გამოგცვლოთ და მაგითო. ვფიქრობ, რომ ჰენდმენი ჩემთვის ჰობია. ეს არის ერთ-ერთი დაუშვათ როცა ვაკეთებ, ალბათ საქმე. რომ გავაკეთო და გავყიდო და როცა უკრავ, ალბათ პერიოდი როდესაც მინდა მარტო ყოფნა რა. მარტო ყოფნა და უკან მიტრიალება. ადრე ვიყავი ყოველთვის გარეთ. ხლობის პერიოდში სულ გარეთ ვიყავი. გარეთ ვიყურებოდი. და მე როცა წავედი უკვე ისრაელში, გქონდა პერიოდი გითხარით კიდეც. გადაღების დროს მარტო ყოფნის და ეს ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი 5 წელი. ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჯერ დართულია ეკლესიიდან წასვლა, როგორც უკვე ვთქვით, ყოველთვის მოგზდევს ეს რატო?
და ეს 5 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი გასაცნობიერებლად მოხსენი ძალიან ბევრი ზედმეტი, რაც ჩემს თავში იყო ბავშვობიდან ჩატენილი. და მოვნახე ადგილი, სადაც როცა დამჭირდება მივალ და ვიქნები უფრო ისეთ ადგილზე, სადაც ჩემთვის მშობლიურია. სადაც ჩემთვის უფრო ნაღდი. ამას მარტო როცა შიგნით ვიხედავ, მაშინ ხედავ ხოლმე. ეს ადგილი არის შიგნით. ეს ადგილი არის შიგნით. მშობლიური ადგილი ჩემთვის შიგნით არის. დამოკიდებული. მე რაც შენ ზოგადად სისტემიდან როცა გადის ადამიანი, სისტემას ახასიათებს მე ეგ რომ ნეგატიურად განეწყოს იმის მიმართ, ვინც ამ სისტემიდან გადის. ნებისმიერ სისტემას ახასიათებს. ქუჩიდანაც რო გამოხვიდე? კი. იქაც მაგაცები დაგიწყებენ, სად დადიხარ ხა. რაცა იგივე ლოთი რო იყო და მას თავიდანება, ლოთიც მაგაცები დაგიწყებენ, სად წახვედი. სუსტად. იმიტომ რომ იმისთვის ენერგიის წყარო ხარ და არ უნდა რომ გაგიშვას და იწყებს манипуляციას მე ნებისმიერი ხერხით. რაღაცები იყო ხო, არ შეუწუხები ვარ ხა, ისე არავის. როდესაც ეს პერიოდი დაიწყო ჩემთან, რომ მე რაღაც არ მაყოფილებდა და მეწყო ფიქრები გამიშლა და სიკითხვა. ის როგორ ყველაზე მთავარი კითხვა რაც იყო და რაც ერთხელ ესე გავახილე თვალით და რეალობაში აღმოჩნდი მე და ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები, ჩემი თანამოაზრეები ვფიქრობთ, რომ ჩვენ გადავრჩებით მარტო. მართლმადიდებლები, მონათლულები, წყლით და სულიწმინდით. ეს ასეთი სწავლება, რა თქმა უნდა, ამას ბევრი ახსნა განმარტებები მოსდევს კიდე, რომ ეს მაინც ამას არ ნიშნავს და იქ ჯვარცმული ავაზაკიც მოუნათლავი გადარჩა და ასე შემდეგ. თუმცა თვითონ რეალობა რაც არის, მე რასაც ხედავდი და განვიცდიდი, ხო, ეს იყო, რომ ჩვენ გადავრჩებით მარტო ამან შემზარა. აღარ მახსოვს სერაფიმ როუზის წიგნი წავიკითხე. მაშინ აკრძალული ქონდა ეს სემინარიაში. თვითონ ამ ტიპის სასულიერო პირები არ მოსწონდა ჩვენს ეპისკოპოსს და როცა კურთხევა ქონდა, რომ ესეთი წიგნები ბიბლიოთეკიდან არ აყვეყო და არ წაგვეკითხა. მაგრამ იდო, ხო? იდო ბიბლიოთეკაში კი. უბრალოდ უნდა მისულიყავით ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან, ვინც იყო იქ, ვისაც იყო ჩაბარებული ეს ბიბლიოთეკა და გამოგვეწერა წიგნი. და ისე აგვეღო, თუმცა ამ ბიბლიოთეკაში ჩვენ შეგვეძლო ასარჩევად შესვლა, ისე რომ ეს ხელმძღვანელთან არ გაგვევლო და ასეთ წიგნებს ვიღებდი ხოლმე და ვკითხულობდი. ჩუმად რა ვიცი ხომ პატიოს. და იქ წავიკითხე, რომ ამან უფრო მოამწიფა ეს შეგრძნება ჩემში ახლა ასაც წელან გეუბნებოდი. იქ წავიკითხე, რომ ეს მოძღვარი ამბობდა, რომ თითქოს ისეთი მიდგომა რო გაქვთ აი ამ კონკრეტული საკითხის მიმართ, რომ ჩვენ გადავრჩებით მარტო რომ იქადნით და სიხარულნარევი შეგრძნება, აი როდესაც ჩვენ ამბობ, რომ ჩვენ მარტო მართლმადიდებლები გადავრჩებით და ვინც არ მოინათლება, ისინი გადავრჩებით. ამ დროს მეც შემინიშნავს, რომ თითქოს სიამაყით ვამბობდით ამას. ჩვენ ვართ სუსტად იმ სწორ გზაზე. ჩვენ მივაგენით და თუ დაუშვათ გავაკეთებთ ისე რომ მივყვებით ამ გზას მოვინათლებით. ხო, ჩვენ გადავრჩებით და დანარჩენი სამყაროში მილიარდობით ადამიანები, ვისაც არ მიუღია ქრისტიანობა მანამდე ქრისტეს მერე გულისხმობ. და მას მერე კიდე ვინც არ მიიღებს, ისინი ყველა დაიღუპებიან. ამან შემზარა ეს სერაფიმ როუზი ამბობდა, რომ უნდა ტიროდეთო, რომ გაიგებთო, რომ მართლმადიდებლობა ხარ რა თქმა უნდა, მას თავისი შეხედულობა ჰქონდა და ასე ხედავდა მართლმადიდებლობიდან სხვა კონფესიაში წავა ადამიანი ან სხვა რელიგიაში, ამას რო გაიგებთ, უნდა ტიროდეთო. თქვენ გიხარიათო, რომ თქვენ გადარჩებით მარტო და თუ დაუშვათ ვიღაცები გავლენ ის ეშმაკმა შეჭამა, ვიღაცამ შეაცდინა
და ესე მოწყვეტა როგორც შემთხვი სისტემას როგორც ახასიათებს, ხო? ასეთი მიდგომა ნახე აქაც. და თითქმის იგივე. ეს პირველი წელი, მეორე წელი და მე რო დამეწყეს კითხვები, გამიჩნდა დავიწყე სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობა. თავისთავად მოხდა ეს, რომ შეიცვალა ჩემში შეხედულობები. თუნდაც იმ ურთიერთობაში რა ურთიერთობაც ღდელს და მრელს უნდა ქონდა. ბევრ რამეში შეიცვალა, მოკლედ და შემეტყო, რომ შეიცვალა. თუ დავუშვათ რაღაც კონკრეტული რიტუალის ან წესის ასრულებაში მკაცრი ვიყავი პირველ წელს, მეორე წელს, მე უკვე მივხვდი, რომ ეს არ არის მაინდა-მაინც აი ასე პედანტურად შესასრულებელი საქმე. შეიძლება უფრო სხვანაირად გაკეთდეს, თავარი გული იყოს, ადამიანს რაც შეუძლია გაითვალისწინოს თავისი თავი, გარშემო ყოფი ადამიანი. რაღაც ანუ გულისხმობ, რომ კაცი კი არ არის შაბათისთვის შექმნილი. შაბათი არის კაცისთვის შექმნილი. ჩემთვის გაუგებარია და მიუღებელიც კი არის, როცა რიტუალი გახდა ისეთი რამე, რითიც ჩვენ ნამდვილ სულიერ მოთხოვნილებებს, მისწრაფებებს ვიკმაყოფილებთ. ანუ კომპენსირება ხდება თითქოს. როდესაც ჩვენ მოძრაობ, კითხულობ საკითხავებს ყოველდღიურად რაღაც კანონები გაქვს. როდესაც ჩვენ დავუშვათ ყოველ შაბათ-კვირას ესწრები მსახურებებს, დილა-საღამოს ლოცვებს კითხულობ და ასე შემდეგ, მოკლედ რაც არის ეს სტანდარტული ეკლესიის წევრის, ხო. როდესაც შენ ამას აკეთებ, ის მოთხოვნილებები, რაც სინამდვილეში უნდა კონდეს შენ სულს. დავუშვათ შეიძლება ვთქვათ ამაზე რელიგიური გრძნობა, რელიგიური გრძნობა, ანუ ღმერთთან, რელიგია ხო ღმერთთან კავშირის აღდგენა, ღმერთთან კავშირს ნიშნავს. და ის მოთხოვნილება, რომ მე ღმერთთან მინდა კონტაქტი და კავშირი, ეს შიგნით არის. მაგრამ ცოდნაც არის ასევე, რომ მე რაღაცას ვაკეთებ ამისთვის. მაგალითად, კითხულობ დილა-საღამოს ლოცვებს. მე ვიცი, მე ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი, რომ ეს დილა-საღამოს ლოცვების დროს ალბათ ერთი რამდენიმე წამი თუ გამიაზრებია იქ ჩაწერილი სიტყვა, რამდენიმე წამზეა ლაპარაკი, როცა გამახსენდებოდა, რომ მე ახლა აქ არა ვარ და წესით აქ უნდა ვიყო. აი იქიდან რამდენიმე წამი ვიყავი იქ. დანარჩენი სულ სხვაგან. არსებობს 2 საათიანი ლოცვები, 3 საათიანი. სხვაგან ანუ ფიქრით. ფიქრით სხვაგან, ხო, სულ სხვაგან. ხო და ეს ფიქრობ, რომ თუ მე გააზრებულად მივდივარ ღმერთთან და რაღაცას ვაკეთებ, რაღაც მოქმედებებს გააზრებულად, აუცილებლად უნდა მქონდეს დასტური, რომ მე იქავარ, აი თუ შენთან მოვა, ხო, უნდა მეხებოდე, უნდა ხედავდე, რაღაცით უნდა გზნობდე, რომ მე შენ გეხები. და თუ გასაგებია, რომ ამას ახლა წლები ჭირდება და არის ხოლმე, ამბობენ ხოლმე, რომ ბევრი წელი ჭირდება, რომ შენ ამას მიაღწიო, ასეთი რაღაცაც არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ შენ ზედმეტი რაც არის ყურადღების გადასატანი, ზედმეტს ვამბობ. აი ყურადღების გადასატანია დავუშვათ რაღაც ფიზიკური მოქმედება, თუნდაც რელიგიური იყოს ის, სადაც შენი გული არდევს. თუ აი ამ ასეთ რიტუალებს, აი ასეთ მოქმედებებს შენ გაიმრავლებ შენს ირგვლივ, ის ნამდვილს რაც სჭირდება. რომ შეეხოს ეს შეხება, თუ დავუშვათ ისე ჭირდება ამ ყველაფრის გარეშე 10 წელი, ისე ალბათ ერთ ცხოვრება არ გეყოფა რომ შეეხო. ხო, ალბათ იმიტომ რომ მექანიკურობაში გადადის და რა თქმა უნდა. ცნობიერება იკლებს და რა თქმა უნდა. თუ გაცნობიერებული ხარ. შენ სურვილიც არ გაქვს მე რომ ნამდვილს შეეხო, იმიტომ რომ შენ გაქვს უკვე ყველაფერი.
და თან კიდევ თუ ამას უზადოდ აკეთებ რაფინირებულად, შენ რაღაც შეგაქებს კიდეც მოძღვარი. არა, შინაგანად ხო მაინც გწნობს რომ რაღაც გაკლია. რა თქმა უნდა. და ის სწორედ ეგ არის, რომ აი პერიოდი, როდესაც მე დამეწყო, როდესაც ბევრი კითხვა გამიჩნდა, აი აქეთკენ შევტრიალდი, რომ მინდოდა რომ აი ამ ადამიანებს, ვინც იქ ჩემ წინ იდგა, დაეწყოთ ფიქრი იმაზე, რომ რას აკეთებენ. რა თქმა უნდა, ახლა ამას ისე ვერ გავაკეთებდი და ვერ ვეტყოდი, რომ დაუშვათ ის რიტუალი. მეუბნებოდი კიდეც ხო, აზრი არ აქვს ამას რო აკეთებ. თუ აქ არ იქენით გულით, მთელი არსებით, ხო? მე არ ვიცი ახლა კონკრეტულად იმ რიტუალის შესრულების მერე გულით იქნებოდი თუ არ იქნებოდი, რას მიიღებდნენ ესენი, გულით იქნებოდნენ თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავიანთ თავთან მაინც იქნებოდნენ ნაღდები, რომ რაღაცა გააკეთეს თავიანთი ჩართულობით, გულით, მარტო ხორცი არ იყო იქ. ჩვენ ხო უხილავთ ამ კონტაქტი, აქ სხილული მოქმედებები შემოფარგლად და აი აქ დარჩენა. მე მგონი რომ ჩვენთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის მსგავსია, სასიკვდილო არა იმ გაგებით, რომ სადღაც ჯოჯოხეთში მოხდებით. სასიკვდილო იმ გაგებით, რომ ღმერთთან კონტაქტი ცოტა კიდე გადაიწევს სადღაც შორს წავა შენ. თან მიყვარს ეგ ფრაზა ლამაზად არის ნათქვამი მარკუს ავრელიუსი, რომ იყო რომის იმპერატორი თან ფილოსოფოსი, მაგას აქვს თავის ნაშრომში. ჩვენი ნავსაყუდელი სულში და ეძებო რა. ალბათ მაგაზე კარგი დასასვენებელი ადგილი, მე მგონია, არ მოგგონიათ. არც ერთი კურორტი მაგას არ შეედრება. ისედაც ხო ასეა. საერთოდ ძალიან გავს, მე უბრალოდ ვავლებ ხოლმე პარალელს ურთიერთობას, ღმერთთან ურთიერთობას და ზოგადად აი თავშოთ შვილთან ურთიერთობას, როგორ ვარ შვილთან, როგორ ვარ ღმერთთან, აი თავშოთ თუ რაღაც პრობლემაა, ხო? ღმერთთან ურთიერთობაში. შემიძლია აი ყველაზე ახლოს ვისთანაც ვარ იქ გადმოვიდე და შევადარო ერთმანეთს და დავინახო რა პრობლემა აქვს ახლა რა თქმა უნდა შვილთან შეიძლება ორმხრივი პრობლემა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვარ და ძალიან ბევრი სისუსტეები გვაქვს და იქიდანაც მოსალოდნელია სისუსტე, მაგრამ ღმერთისგან ასეთ სისუსტეს არ ველოდები. და მარტივად პოულობ ხოლმე რა არის აქ, როგორ უნდა ვიყო მის მიმართ. მადლობა მოკლედ ძალიან დიდი ესეთი გულწრფელობისთვის კიდევ ერთხელ განმეორდები გაზიარებისთვის, იმისთვის, რასაც აკეთებ, როდესაც გადიხარ იმ შრომისთვის, თავდადებისთვის, ბრძოლის ჟინისთვის. ყველაფერი მართლა ძალიან დასაფასებელი და პატივსაცემი არის. დიდი მადლობა და შეიძლება რომ დუეტში რომ დავუკრათ. შეიძლება. გავკადნიერდები და ამ კონზე დაგამშვიდობთ დავამშვიდობებით ჩვენ მაყურებელს. გეტილი. თან რომ ასწავლო. თუ ინტუიციას მივხვდეთ. და ინტუიციას. ინტუიციას მივხვდეთ. ვიხელები როგორ გაყინულია.